რა გამოსავალი არსებობს ამ მდგომარეობიდან, როგორ ფიქრობთ, რა მიგაჩნიათ, რა აქცევი არსებობს? ავტოკრატია შემოაქვს და განსაკუთრებით პერსონალურ დიქტატურას, როგორც ეხა არის, შემოაქვს ნულოვანი ჯამის თამაში რა. ანუ ან მე ვარ, ან ყველა დანარჩენი. ფაქტი, რომ ხელისუფლებას ჭირდება ძალა გამოიყენოს, ეს გარკვეულწილად ხელისუფლების სისუსტის გამოვლინება, იმიტომ რომ ძალადობა, რომელსაც იყენებს სისტემური ძალადობა, ხო? ეს არის კომპენსირება ლეგიტიმურობის კრიზისის. სისუსტის ნიშანია თუ რაღაცა მიზანი აქვს, რომ კონკრეტულ რაღაც ვადაში უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. კი, ეს რეჟიმის სისუსტის ნიშანია, როგორც თქვით, ხოდ იმ ნაწილში, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს, მის არალეგიტიმაციას აჩვენებს. მაგრამ ეს არ აჩვენებს იმას, რომ რეჟიმს არ აქვს რესურსი, რომ ეს რეპრესია გააგრძელოს, ხო? მოვლენებს ძალიან ნაკლია პოლიტიკური მდგენელი. რეჟიმმა სისტემურად იმუშავა, რომ ოპოზიცია ესე და ეს უსტებინა, მათ შორის ამ ტარგეტირებული რეპრესიით, შიგნიდან გაშავებით. არჩევნები თუნდაც ეს იყოს აბსოლუტურად წაგებული თამაში, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გააკეთო შენი მხარდამჭერების კონსოლიდაცია, ეს არის ცხელი პერიოდი, პოლიტიკური აქტიური პერიოდი, როცა ადამიანის ან ფოკუსი ან ყურადღება მეტად არის მიმართული ამაზე და ეგ უფრო ხელს გაძლევს შეასრულო ის ამოცანა, რაც